ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ნაწილი კი ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, თუმცა მინდა შეგახსენოთ ამონარიდი 2009 წელს მიხეილ სააკაშვილისა და მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარის ღია წერილისგან, სადაც ის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ნიღბები, ავტომატები, ტელედაპატიმრებები ეს ხდებოდა ვითომ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ათობით და ასობით წერილი და რეკომენდაციით მიუმართეთ შესაბამის უწყებებს, თუმცა ყველაფერი დარჩა უპასუხოდ და რეაგირების გარეშე. მაშინ ეს არამც თუ შეცდომად გმირობად მიიჩნეოდა. ჩინოვნიკები კარიერას იკეთებდნენ ადამიანთა ცრემლზე და უბედურებაზე. ეს არის ფრაგმენტი ყოფილი სახალხო დამცველის გზავნილიდან. სოზარ სუბარი უპასუხებს დღეს 20-30 შეკითხვებს. ბატონო სოზარ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო. მოგესალმებით და მივესალმებით დღეს. ბატონო სოზარ, ჩვენი საუბარი ამავე წერილის კიდევ ერთი ფრაგმენტით მინდა დავიწყო. 2 ნოემბერი შედეგი იყო მკვლელობებისა, შეურაცხყოფებისა, ცემატყებისა, საკუთრების ხელყოფისა, გრებებისა, შევარდნებისა, წართმევებისა, დაშინებისა და შემდეგ ტელევიზიით ყველაფერ ამის ცინიკური ღიმილით გამართლებისა. ცხოვრებისეული გამოცდილების არ მქონდეს სახელმწიფო მოხელეები, ლამის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტად გაამწარებდა ადამიანებს. რა ინფორმაციას ფლობდით ბატონო სოზარ მაშინ, როცა ვთქვათ ამბობდით, რომ ჩინოვნიკები კარიერას იკეთებდნენ ადამიანთა ცრემლსა და უბედურებაზე. ციხე იყო სახე უბრალოდ თორე ის რაც ხდებოდა ციხეში ხდებოდა ყველგან. კადრები რომელიც ბოლო დღეებში ვრცელდება და რომელმაც შოკში ჩააგდო, არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ყველა ვინც ნახა, ის ციხეში არ არის გადაღებული. ის გადაღებულია პოლიციელების, ალბათ პოლიციის შენობაშიც არა, მაგრამ ამბობ აკეთებენ პოლიციელები ადამიანზე, რომლისგანაც უნდათ აღიარებითი ჩვენების მიღება. იგივე ხდებოდა ყველგან, იგივე ხდებოდა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად დარღვეული იყო საკუთრების ყველანაირი უფლება. იგივე ხდებოდა ნებისმიერი მიმართულებით ძალადობა იყო ხელისუფლების მთავარი საურთიერთობა ენა საკუთარ ხალხთან და საოცრებაა, მაგრამ ეს ძალიან კარგად იცოდა ყველა, ეს კარგად იცოდა მაშინდელმა მსოფლიომ, თუმცა სამწუხაროდ ამაზე დუმდა ერთადერთი შეიძლება ითქვას, ვინც ამაზე ხმას იღებდა, იყო საქართველოს სახალხო დამცველი, იყო ზოგიერთი ქართული უფლებადამცველი და ქართული ზოგიერთი ქართული უფლებადამცველი. ის იცოდა მსოფლიომ და არ იღებდა ხმას, რატომ ბატონო სოზარ? ეს კითხვა მეც არ ერთხელ გამეჩენია, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთან როგორც სახალხო დამცველთან ძალიან ბევრი ელჩი იყო ძალიან გულახდილი. და ზოგიერთი მათგანი იმდენად შორს შედიოდა ხოლმე თავის შეფასებებში, რომ აი ყველაზე ესეთი ოპოზიციონერი არ გამოხატავს ხოლმე თავის სათქმელს, სააკაშვილის ყველაზე დიდი ოპოზიციონერები არ გამოხატავდნენ თავის სათქმელს ხოლმე მიტინგებზე ეგეთი მკაცრი ფორმით. მაგრამ რატომღაც ეს არასდროს არ აისახებოდა მათი ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებებში და იმ პოლიტიკაში, რომელიც საქართველოს მიმართ არ აისახებოდა ანგარიშებში. არ აისახებოდა ანგარიშები იყო საკმაოდ მკაცრი სხვათა შორის. თუმცა ეს პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები იყო ძალიან მკაცრი. იგივე რაც შეეხება ციხეებში მდგომარეობას, ჩემს მოხსენებებში ამას ეთმობოდა ზოგჯერ 150-200 გვერდით კი ცალკე თავად იყო მაგალითად იქ წამების ფაქტები, ცალკე თავად იყო პირობები ციხეებში, ცალკე თავად იყო სიკვდილობის მიზეზები. როდესაც ყოველ 10,000 კაცზე კვდებოდა 3-ჯერ, 2-ნახევარჯერ, 3-ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე ევროპაში, ვიდრე ცივილიზებული ქვეყნის ციხეებში კვდება და ხშირ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი იყო აბსოლუტურად თვითოული პატიმრი, სიკვდილის მიზეზი იყო ცალკე გამოტანილი მოხსენებაში და იყო დასაბუთებული, რომ ეს ადამიანი მოკვდა წამების შედეგად. ეს ადამიანი მოკვდა, იმიტომ რომ მას ყურადღება არ მიაქციეს და ამას სრული იგნორირება მოჰყვებოდა იმ უმრავლესობიდან, რომელიც დღეს ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამას პასუხობდნენ ან დუმილით, ან აგრესიული შეტევით სახალხო დამცველზე და განცხადებებით, რომ პირადი მტრობა ხო არა აქვს, თქვა ბაჩო ახალაიასთან სახალხო დამცველს თუ რა ხდება, რატო აკეთდება ასეთი განცხადებები. რატო ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა თქვენ და თქვა ბაჩო ახალაიას? არანაირი არაფერსას არ ფიქრობდნენ, უბრალოდ არ ფიქრობდნენ ამას, უბრალოდ ეს იყო, რომ რამე როგორ გაემართლებინათ, რომ რატო იწერება ამდენი რაღაცას ეძებდნენ, რომ აქეთ გადმოსულიყვნენ შეტევაზე. თქვა, რომ შევადაროთ დღეს, როცა სახალხო დამცველის მოხსენება შედის პარლამენტში, ჯერ ხდება მისი შესწავლა, შემდეგ რამდენიმე ნაწილად იყოფა და რამდენიმე ნაწილად ხდება მისი მოხსენა კომიტეტებზე, თვითონ მოსმენას ესწრება შესაბამისი სამინისტროს ვთქვათ მინიმუმ მოადგილეები და შემდეგ გადის პლენარულ სხდომაზე და შემდეგ ხდება რეკომენდაციების მიღება ჩვენთვის და რომ აი უწყებებმა, მინისტრებმა თუ სხვადასხვა უწყებებმა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველის მოხსენებაში მითითებული ნაკლი აღმოიფხვრას და რეკომენდაციები შესრულდეს. მაშინ იყო რომ
ყველაზე კარგ შემთხვევაში მოისმინეს და მიიღეს ცნობად პარლამენტმა, ზოგ შემთხვევაში აქეთ მაძლევდნენ რეკომენდაციებს, რომ სხვა დროს ასე არ მოუქცეულიყო. კიდევ ერთი ამონარიდი მინდა წავიკითხოთ თქვენი ღია წერილიდან. ჩვეულებრივ ამბად იქცა შეთვლა გაფრთხილება. გაჩერდით, თორემ გაილახები. დაგიჭერთ ძმას, დაგიჭერთ ქმარს, დაგიჭერთ შვილს, დაგიჭერთ მამას, დაგიჭერთ ფინანსური შემოვა და ასე შემდეგ. ეს მუხარები ხორციელდება პოლიციის უშიშროების პროკურატურის სახელით და სულაც არ გახლავთ სახუმარო თემა. თქვენ ამ წერილის შემდეგ შეხვდით მიხეილ სააკაშვილს. რა ხდებოდა იმის შესახებ, რაც ხდებოდა იმის შესახებ? თქვენ პირადად მიაწოდეთ თუ არა ბას ინფორმაცია? 1 საათი ვილაპარაკებთ. ინფორმაცია რა უნდა მიმეწოდებინა, ყველაფერი იცოდა და მისგან მოდიოდა ეს ყველაფერი. თუმცა იმ შეხვედრა, ხო, სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალი, როდესაც ვლაპარაკობდით 7 ნოემბრის დარბევაზე და იმაზე, რომ სპეცრაზმმა მეც ვცემა დღის ბოლოს. ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფა დავარქვათ 30 სერიოზული დაზიანება აღწერა ექსპერტიზამ ხელკეტებით მოყენებული. ისთვის დაზიანება, ისთვის ხარ. ხო და მოკლედ რომელი სპეცრაზმი იყო და მე ვთქარ ახლა რა ვიცი რომელი იყო ეს ნიღბები ეკეთათ არაფერი გვარი არ აწერია სახელი არ აწერია არაფერი არ აწერია როგორ იყვნენ ჩაცმულები რა აღუწერო როგორ იყვნენ ჩაცმულები ეს იყო სასჯელახსულების სპეცრაზმიო და მე ვთქარ ბატონ პრეზიდენტო სასჯელახსულების სპეცრაზმი რატო გამოიყვანენ მოქალაქეების წინააღმდეგ თუ და დაიბნა და ну იმიტომ რომ არ გვეყო ძალებიო და რა ძალებით არმია იყო გამოყვანილი სასჯელახსულების სპეცრაზმი იყო გამოყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რა პირდაპირ არის კონსტიტუციის დარღვევა თუმცა მე იმ შეხვედრის შემდეგ მაინც მქონდა განცდა რომ ეს ადამიანი რაღაცის შეცვლას აპირებდა ეს განცდა იმან კი არ გამიჩინა რომ თითქოს რაღაცა გული მოულბა რაღაცა სინანული იგრძნო სააკაშვილს ორი რაღაცა არის რაც სჭირდება მოდიმა ერთი ძალაუფლება და რომ ყველაფერ ქვეშ მომება და მეორე მას მაინც უყვარს როცა ხალხი ტაშით ეგებება და როცა მისის წამდა ვიფიქრე ამ კაცმა დაინახა რომ მან აბსოლუტურად დაკარგა ნდობა ხალხის თვალში აბსოლუტურად გაკოტრდა და იქნებ თუნდაც იმისთვის რომ ნდობა დაიბრუნოს შეცვალოს პოლიტიკა თქო მაგრამ ნუ მან ისიც მე მგონი ჩემზე უკეთ გაიაზრა რომ ის ამ ნდობას ვერასდროს ვერ დაიბრუნებდა და ამიტომ მისი პოლიტიკა გაცილებით უფრო კაცრი და სასტიკი გახდა ამის შემდეგ საკუთარი მოქალაქეების მიმართ როგორც ციხეში ისე ციხის გარეთ. ციხეს რაც შეეხება მოგვიანებით მანამდე ისე თქვენს წერილს დაუბრუნდები. ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართ ჩამოყალიბდა ისეთი დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო უწყებებში ფაქტობრივად არ ხდება რეაგირება სრულიად აშკარა დარღვევებზეც კი. რა დროს ადამიანის უფლებებია ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს. ეს არის დევიზი სახელისუფლო ბომონდისა, რომელსაც ჭეშმარიტების ფლობაზე და უცდომელობაზე მონოპოლი აქვს გამოცხადებული. ვინც მათ არ ეთანხმება შერაცხული იყო სახელმწიფოს მტრად. თქვენ ფაქტობრივად ღიად მიანიშნეთ და ამბობთ, რომ პირდაპირ უთხარით და პრეზიდენტიც იყო ინფორმირებული, თუმცა მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში მიანიშნეთ თუ არა სისტემურ დანაშაულზე და დაგეთანხმათ თუ არ დაგეთანხმათ მიხეილ სააკაშვილი. პირად საუბარში ამბობთ, ეხლა იგი დეტალები 1 საათიანი საუბრის ხადი არ მახსოვს, მაგრამ ის რომ დანაშაული იყო სისტემური, ამაზე ვლაპარაკობდით ჩემს ყოველ მოხსენებაში და განსაკუთრებით, როდესაც პარლამენტის იყო ეს უცხო ყოფილი პრეზიდენტისთვის. რა თქმა უნდა, არა, ეს სისტემური დანაშაული იყო, იმიტომ რომ მათ შექმნეს ეს სისტემა. ჭედავდნენ ყოველდღიურად და ამტკიცებდნენ და ამკვიდრებდნენ ამ სისტემას. სისტემური დანაშაული დაიწყო იმ პირველი დღიდან, როცა მათ შექმნეს სპეცფონდები, რომლებიც საბუთებით და ფონდების დახურვისთანავე გაააქრეს. დღეს თქვენ რომ მოინდომოთ მაგალითად ბატონი ფონდი, რომელშიც მილიარდები ილექებოდა და რომელსაც ბატონი კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა. სად წავიდა ეს ფული, რაში დაიხარჯა? ხო, არავინ არ იცის. როდესაც ყოფილი გენერალური პროკურორი ადეიშვილი ტრაბახობდა, რომ წელს 600 მილიონი ლარი შევიტანენ ბიუჯეტში. პროკურატურა ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი ერთ-ერთი რომელ კანონიერებაზე იყო ლაპარაკი, ხო? ეს იყო სწორედ სისტემური დანაშაული, როდესაც ეგრეთ წოდებული გაიდლაინები იქნა შემუშავებული, რომლითაც ძალიან რო ზომოდა მოსამართლეს პროკურორს ამას გვერდს ვერ აუვლიდა და ამ გაიდლაინებით ის რომ არც დაფიქრებულან რას ამბობდნენ თქვა ქალბატონს 60 წლის ადამიანს სამი შვილის დედას რომელსაც ჩადენილი ჰქონდა თაღლითობა 3000 ლარზე იყო ლაპარაკის როგორ რამდენიმე ეპიზოდი იყო 25 წელი მიუსაჯეს 17500 ლარი ჯარიმა და კიდე 3000 ლარი ანაზღაურება ზიანის დაზარალებულების ეს იმ სისტემური დანაშაულის კაფიო მაგალითი იყო აღარ ვლაპარაკობ ეს ადამიანი ისე როგორც სხვა ადამიანები რა პირობებში ცხოვრობდნენ ციხეში და რა პირობებში უხდებოდათ მათ ციხეში ამ თავისი სასჯელის მოხდა სასჯელი კი ხო სარავის სასჯელიც არ იყო ეგ იყო რაღაცა თვითნებობა სახელმწიფოს მხრიდან რომელსაც იჩენდა ადამიანების მიმართ თქვენ წერთ რა დროს ადამიანის უფლებებია ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს
ამ დეტალშიც დაგეთანხმეთ პრეზიდენტი თუ არა? აი რამ გუშინ წინ იმაზე თუ გუშინ იყო საგარეჯოში გამოსვლაზე ზუსტად ეს გავიხსენე ყოფილ ხელისუფლებასთან როცა ავადარებდი ჩვენს პოლიტიკას რომ ყოფილი ხელისუფლება აი ერთი ქართული მულტფილმის არ იყოს აგური ტალახი რო ყვირის ადამიანი იყო ტალახი და აგური რომელიცაც ვითომ აშენებდა სახელმწიფოს მაგრამ ეს სინამდვილეში იყო არა სახელმწიფოს მშენებლობა არა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა არამედ დანგრევა ყველაფრის რასაც კი სახელმწიფო ქვია ფსევდო სახელმწიფო შენდებოდა სინამდვილეში რომელიც იყო ერთი კაცის ძალაუფლებაზე და მის მაპატიეთ ამ გამოთქმაზე მაგრამ ხუშტურებზე უნდა ყოფილიყო მორგებული მისი ყველა სურვილი უნდა შეესრულებინა ამ სახელმწიფოში ყველა სტრუქტურას ამისთვის იქმნებოდა ყველა სტრუქტურა თორე იქ სახელმწიფო შენებლობაზე არც იყო ლაპარაკი ნამდვილი სახელმწიფო შენდება იქ, სადაც სახელმწიფო ემსახურება თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს, მათ უფლებების დაცვას, მათ ინტერესების გატარებას ცხოვრებაში და ეს არის რეალური სახელმწიფო და ამის შენებლობა სწორედ დღეს მიმდინარეობს და დღეს არის დაწყებული და ამიტომაც არის რომ ამდენად ანგარიშვალდებული ხელისუფლება საზოგადოებისგან როგორც დღეს არის არასდროს არ ყოფილა. ამდენად ამიტომ არის რომ თუნდაც ნებისმიერ შეცდომას რომელსაც ჩვენ ვუშვებთ, როგორ მყისიერი რეაგირება მოხდება ხოლმე, როგორც კი ამის შესახებ თქვათ, საჯაროდ გახდება ცნობილი ან საჯაროდ არ გახდება ცნობილი და შიგნით გაიგებს თქვათ ვიღაცა სხვა ადამიანი, ხო? ამიტომ შეცდომები ცხადია დღესაც არის, მაგრამ არის შესაბამისი რეაგირებებიც. მაშინ გახსოვთ თქვენ თუნდაც ერთი შემთხვევა მაინც როცა ხელისუფლებას რამეზე უკან დაეხიოს. მე ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, ეს იყო გარიჟზრაჟ სააკაშვილის ხელისუფლების დაწყების, როდესაც მათ მოინდომეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გაუქმება. ეს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ უკან დაიხია. სხვა მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. თქვენ ასევე ყოფილ პრეზიდენტს 2008 წელს მიწერეთ. ხელისუფლებაში არის გარკვეული გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზად მხოლოდ ძალადობა და ძალის გამოყენება ესახება. შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ კონკრეტულად ვიზე იყო საუბარი, ვის გულისხმობთ? რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას ყველაფერს, რამდენიმე ადამიანი იყო პრეზიდენტი და მის უახლოესი გარემოცვას იყო იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ცალკეულ შემთხვევებში, თქვათ, სასჯელოსნობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი გახდა, ქალაქის მერი, სულ რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც იღებდა გადაწყვეტილებებს ყველაფერზე და ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ფორმალურად არც მაპატიეთ გამორჩა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გვიმრე კეზერაშვილი და ასევე ვთქვათ ადამიანი, რომელიც ფორმალურად არც ერთ თანამდებობაზე არ მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში გრიგულიანის მკვლელობის მერე ახალაია დათასკულის მქონე. გასაგებია. კიდევ ერთი ამონარიდი, ისევ თქვენი ღია წერილიდან, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე შიშს ეხება, მოქალაქეებს ეშინიათ, რომ თუ მათ არასასურველ პირად შერაცხავენ, სამსახურიდან გააგდებენ, გალახავენ, ნარკოტიკს ჩაუდებენ, ახლობელს დაუჭერენ, გონიათ, რომ ყველა ტელეფონი ისმინება. მოვლენათა განვითარების ლოგიკა მაფიქრებინებს, რომ ამ შიშის დამკვიდრება ხდება შეგნებულად და მიზანმიმართულად. როგორც ჩანს, ხელისუფლების ერთ ნაწილში დომინირებს აზრი, რომ ასე უფრო იოლია ქვეყნის მართვა. კონკრეტული, თქვათ, დეტალის დაწერისას რა გქონდათ მხედველობაში გასაგებია, რომ თქვათ, იყო თუ არა შიში ამაზე არ ვდაობთ და ამაზე არ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, თქვათ ფიქრობთ, რომ ეს მოდიოდა ქვედარგოლებიდან, ის ყომათი თვითნებური გადაწყვეტილება თუ ამაში იყვნენ ჩართული გაცილებით მაღალი ეშელონის წარმომადგენლები. ეს ხო პოლიტიკა შიშზე იყო დამყარებული ის ხელისუფლება თავიდან ბოლომდე და ეს ხაზი ტარდებოდა. ძალიან რომ მომენდომებინათ მათ ამ პოლიტიკის შესვლა, თქვათ იგივე ციხეებს მიუბრუნდები, ხო? ციხეებში ლიბერალიზაცია ვითარების ვერ შეძლებდნენ ამას, იმიტომ რომ ამას მოხდებოდა აფეთქება, ამიტომ მათ ისეთი სისტემა შექმნეს, რომელიც ბოლომდე უნდა მიეტანათ ისევ შიშით და ძალადობით. ვერ გაჩერდებოდნენ უკვე, რაც წამსაც გაჩერდებოდნენ, აი როგორც საბჭოთა კავშირი რა, იქ ვერ მოხდებოდა დემოკრატია, იმიტომ რომ რა წამს დემოკრატიის ელემენტს დაუშვებდი, საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო, ეს ხო გარდაუვალი. აი ესეთი სისტემა შექმნეს ამაც. რაც შეეხება შიშს, ერთ კონკრეტულ შემთხვევას მოვყვები, 2006 წელი იყო თვალსწრები, როდესაც დაიჭირეს 48 ჩვენი თანამოქალაქე ოსები, ოსი ზოგი ცხინვალელი, ზოგი სოფლებიდან და ჩამოიყვანეს გორის პოლიციაში უსასტიკესად სცემეს 24 საათი ყავდათ დაკავებული და მე გავუშვით. აი უსასტიკესად და მე და გოგა ხაინდრავა ჩავედით, მოვინახულეთ რამდენიმე მათგანით, სოფლებშიც გავედით, ცხინვალშიც. უსასტიკესად ნაცემება აი გაერთიანებული ჰქონდათ ძვალბლელი, თავი გახეთ ხილის ახედახეთ ხილი. უმძიმესი განწყობით ჩამოვედით და ამის შემდგომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეშილს ვეკითხები, რატო გააკეთეთ ეს და უნდა ეშინოდეთო. ანუ
ეს არ იყო პოლიტიკა ოსების მიმართ, ეს იყო პოლიტიკა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. იმ კონკრეტულ შემთხვევაში იმათი დაშინებაც ცდილს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა კონკრეტულ შემთხვევაში სხვისი დაშინება. ეს იყო პოლიტიკა, რომელსაც ატარებდნენ და სხვათა შორის გასდიოდათ კიდევაც კარგა ხანს. კარგა ხანს. ბატონო სოზარ, თუ ეს იყო სისტემური დანაშაული, რაზეც არა მარტო თქვენ საუბრობთ, მოქმედმა ხელისუფლებამ, რატო არ მისცა შესაბამისი შეფასება და ფიქრობთ თუ არა რომ დაუშვით ამ მიმართულებით ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა? ძალიან რთული ამ თემაზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სისტემური დანაშაული. რა თქმა უნდა, ჯერით ამას მე არ ვიქნები იმისთვის, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს და ცხადია ეს მოხდება ჩვენ ერთ დღეს ამის ასეთნაირად შეფასება, მაგრამ ისიც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ სადღაც უკაცრიელ კუნძულზე და არავინ არ ცხოვრობს ჩვენს ირგვლივ და მივყვებით მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ხო, ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვართ ვითამაშოთ იმ წესებით, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც არის გარედან. დღეს ვთქვათ, ჩვენ ქართული საზოგადოება და 90%, 99% ქართული საზოგადოების უკმაყოფილოა იმითი, რომ ძალიან ბევრი დამნაშავე არ არის დასჭილი და მათ შორის ის ადამიანები, ვინც ამ სისტემას საზოგადოება უნდა ელოდეს თუ არა ბატონო სოზარ საქმეების გამოძიებას. მეორე მხრივ, ყოველდღიურად გვესმის გარედან, რომ რა ხდება პრეზიდენტი ძებნილი, იუსტიციის მინისტრი ძებნილი, ერთი მინისტრი ციხეში, პრემიერი ციხეში, ვიღაცა ქალაქის მერი ციხეში. ეს კითხვა ბუნებრივია, გაჩნდება იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ფაქტი არის საზოგადოებისთვის ცნობილი. ისევ თქვენგან. ბალანსი უნდა დავიცვათ ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენ სახელმწიფოს, თორე ეს სახელმწიფო თუ ჩამოიშალა მე ამდენიმე წუთის წინ ბატონო სოზარ იგივე თქვა ციხეში არსებულ იმჟამინდელ პრობლემებზე საუბრობდნენ, აქ ჩვენი რესპონდენტები აცხადებდნენ კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებენ, რომლებიც ზოგი მიმალვაშია, ზოგი გათავისუფლდა საპროცესოთი და ასე შემდეგ. ეს უკმაყოფილება ფაქტია რომ არსებობს საზოგადოებაში. როდესაც მაღალი თანამდებობის პირებზე საუბრობ და აცხადებთ, რომ იქ კონკრეტული პრობლემებია თუ გარკვეულწილად რაღაცებს ითვალისწინებენ, რა ხდება მაშინ თქვა იგივე დაბალრგოლებთან მიმართებაში? რატომ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ასე შემდეგ. მე მესმის რომ თქვენ თავარი პროკურორი ხართ და თქვენ სისტემური დანაშაული უნდა გაიქნეს გამოძიებული. სისტემური დანაშაული ვერ იქნება გამოძიებული თუ ვიღაცამ არ ითანამშრომლა, თუ ვიღაცამ ჩვენება არ მოგცა, თუ ვიღაცა არ დაასახელა ეს ფაქტები რაც იყო და რა შემთხვევაში დაასახელებს? თუ შეღავაც გაუწევდა საპროცესოს გავფორმებ, ბ თუ წახვალ ნაციონალების გზით და იმ წამებით და იმ ზეწოლებით, რასაც ისინი აკეთებდნენ, ხო? ბუნებრივია, მეორე გზით ვერ წავიდოდით, ამიტომ ცხადია, რომ ლაპარაკი არის ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ზოგჯერ კამათი თვითგუნდის შიგნითაც იყოს, რამდენად გამართლებული იყო კონკრეტულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება და თქვენ გახსოვთ ალბათ არაერთ ესეთი ხმამაღალი განცხადება გაკეთებულა გუნდის წევრების მხრიდან, როცა არ ეთანხმებოდნენ ამ თემ გადაწყვეტილებას, მაგრამ პროკურატურის ძველ ხელმძღვანელობის პერიოდზე მაქვს საუბარი, მაგრამ მთლიანობაში ესეც უნდა ვთქვათ, რომ ეს მაინც დეტალებია, ფაქტი ის არის, რომ ვერ გამოიძიებ თუ არაფერს თუ არავინ არ მოგცა ჩვენება, თუ არავინ არ დაგიდასტურა ფაქტი. ეს არის ერთი. ახლა მეორე რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც იძებნებიან, გაქცეულებიან, რა თქმა უნდა, მუხაძე, არ იცოდნენ წეღანძელმა რესპონდენტებმა, ხო, სად იყო და ესეთი ძალიან ბევრი ადამიანი არის გაქცეული. დიახ, გაქცეულები არიან, დიახ, ზოგიერთ მათგანზე განაჩენიც კი დამდგარია, ზოგ მათგანზე ძებნა გამოცხადებული. რატო არ გვაძლევენ? იმიტომ რომ მტკიცებულებები არ არის, არა, მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, მაგრამ ზუსტად იმიტომ არ გვაძლევენ, რატომაც აი წეგან ვამბობდი, რომ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი, ჩემზე ზოგიერთი იყო ინფორმირებული და უფრო ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა პირად საუბრებში, მაგრამ ეს არ აისახებოდა მათი ქვეყნების განცხადებებზე თუ მათ პოლიტიკაზე. კი, მოვა დრო აუცილებლად და ესეც შეიცვლება, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება, ყველაფერი პოლიტიკაში ზოგჯერ ბევრი რამის გათვალისწინება გიხდება. მე არ მგონია რომ გავაქტიურება, რომ ეხლა რამე აქტიურად არ ხდება. ის რომ გამოძიება მიდის, ის რომ დაკითხულია 4000-ზე მეტი ადამიანი, იგივე სასჯელოსრულებიდან რამდენიმე თვეში გაუშვი 600 ადამიანი, 600-ზე მეტი ადამიანი. საზოგადოება ელოდება ეს არის 15% მთელი თანამშრომლების სასჯელოსრულების სისტემის, ასე რომ ეს ადამიანები ტყუილა ხო არ იქნენ გაშვებული არა და შედეგი გაშვებული.
შედეგს ჩვენს ველოდებით თანამდებობიდან გაშვებული. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს ოზარ სუბარი პასუხობდა.